მზად ხართ იმისთვის, რომ იგრძნოთ და შეეხოთ მეცნიერებას? ჩვენ ლუქსემბურგის სამეცნიერო ცენტრში მივდივართ ლუქსემბურგის სამხრეთით. ეს შთაბეჭდილებების მუზეუმი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ბავშვებსაც და დიდებსაც საშუალებას აძლევს, რომ სამყაროს საიდუმლოებათა შესახებ გაიგონ და თან გაერთონ. ამ მუზეუმში თითქმის 100 ინტერაქტიული გამოფენა, საოცარი სამეცნიერო სანახაობა და სემინარი იმართება. აქ მაღალ ვოლტიან შთაბეჭდილებას იღებ. დღეს მეცნიერება აბსტრაქტული ცნებაა. უამრავი ადამიანი, როგორც ბავშვების ეს ზრდასრულები, ცოტა არ იყოს შიშით უყურებენ მეცნიერებას და არ სურთ მასთან შეხება. ჩვენი იდეა კი საშუალებას გაძლევს მეცნიერებასთან ურთიერთობა დაამყარო. შეეხო მისი სუნი იგრძნო, მოусმინო და სრულად განსხვავებული თვალით შეხედო. აქ შეგიძლია ფეხბურთი რობოტს ეთამაშო, ან იგრძნო როგორ დაგემუხტა კანი. Venez avec le doigt vers moi. ყოველ წელს 75,000 მნახველი სტუმრობს მუზეუმის ვარსკვლავების განყოფილებას, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ დონეს თავაზობს სტუმარს. თუმცა ყოველი მათგანი ისეა მოწყობილი, რომ დიდებიც და ნებისმიერი ასაკის ბავშვებიც გაეცნონ ინტერაქტიულ სადგურებს, რომლებიც მრავალ ენაზე იძლევიან განმარტებას და ამით ისიამოვნონ. სხვადასხვა ენაზე სემინარებიც იმართება. მეცნიერების კომუნიკატორები, რომლებიც სხვადასხვა დისციპლინაში არიან გასწავლული, მაყურებელს გასართობ და ამავდროულად ძალიან ემოციურ წარმოდგენებს თავაზობენ ისეთ რთულ საგნებზე, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია, რობოტიკა, მათემატიკა და სხვები. ეს სემინარი გვამზადებს ქიმიის გამოცდისთვის, რომელიც მალე გვექნება და ჩვენ უფრო მხიარულად ვსწავლობთ. თეორიას უფრო ადვილად ვითვისებთ ცდების მეშვეობით, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს საკუთარი თვალით ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ამ გზით საკითხი უკეთ გვესმის. ლუქსემბურგის მეცნიერების ცენტრი 1,5 ევრო დაჯდა. ამ თანხის 40% ევროპის რეგიონული განვითარების ფონდმა გაიღო. დანარჩენი 60% კი ლუქსემბურგის განათლების სამინისტრომ. მუზეუმი დედამიწის საიდუმლოებათა სფეროსაც გასცდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონი პლანეტარიუმია, რომელსაც ევროპული ფონდი აფინანსებს და რომელიც საშუალებას გვაძლევს სამყაროში ვიმოგზაუროთ და კოსმოსი ვიკვლიოთ აზარტული ექსპერტის თანხლებით. ჩემი აზრით, ვიზიტორები, განსაკუთრებით ბავშვები, უზომოდ აღფრთოვანებული რჩებიან, როგორც კი ვარსკვლავზე აღმოჩნდებიან. ყოველთვის განცვიფრების შეძახილი არ მოხდებათ ხოლმე და მერე ყველგან უნდათ. და აი, ეს განცდა ძალიან გვახარებს, რადგან რეალურად ბავშვებს ვარსკვლავის ნახვის საშუალებას აძლევ და უამრავ დადებით ემოციას იღებ პასუხად, რის გამოც ჩვენი სამუშაო ძალიან სასიამოვნოა. იქნება ეს კოსმოსის კვლევა თუ რობოტთან ფეხბურთის თამაში, მეცნიერება და ტექნოლოგია, ყოველთვის ხელმისაწვდომია ევროპის გულში მდებარე ამ ინტერაქტიულ მუზეუმში.